მოგეკაშენო ბრეჭიშკა ჩიო კაკანა დადიახ დღეს ჩვენ კვლავ გვექნება რეაქცია ნაწილი მე-6 დიახ არ ვიცი წინა ნაწილი იდეაში მე მართლა რაღაცნაირად არ მომეწონა იმიტომ რომ ჰორორს ველოდებოდი მაგრამ თქვენ კომენტარიდან გამომდინარე თქვენ მოგეწონათ ამიტომაც გავაგზავნებთ მაგ ტემპში და იქნება არამედ ჰორორ რეაქცია უბრალოდ როგორც წერია საშიში ვიდეოების რეაქცია ანუ საშიში ვიდეოებს გვანახებს და ერთად უყუროთ გამოვხატოთ ჩვენი უდედი დიდებული აზრი და ჩვენ ვიწყებთ შეგიძლია ბრაჭიშკა არ დაგავიწყდეს არხის გამოწერა და ვიდეო აუცილებლად მოიწონე დიახ იგებიგურა так პირველი ვიდეო აუ რამდენი თევზია მე თევზებს რა მაგრა გავუსწორდებოდა ეხა მან დრო გაიჩნდონ აი ეგეთ თემაში უცებთან რა ხვდები არა მამედ რა პონჩი უნდა გავუსწორდეთ მე თევზებს პირიქით იმის ის პროცესი სიამოვნებთ როცა ეს ხოს რო იჭერენ რა ეგრევე რომ გეჩიტება თევზი არა აქვს მუღამი ბაზარი არა ხდება ეგეთი რაღაცები კი თევზების ანომალია ჭიანჭველების ანომალია ძალიან ბევრი კადრი მაქვს ნანახი აი ჭიანჭველები რა ჩვეულებრივი ფსიქოპატი ჭიანჭველები ხო იცი შეხედავ და აი ესე წრეებს ურტყავენ ერთ ადგილას და განა 1 საათით ან 2 საათით დღეებით შეიძლება ერთი კვირა აი ესე სულ კორჩე მოძრაობენ ერთი კვირა აი ესე მოძრაობენ რა სანამ არ გარდაიცვლებიან. Короче, ისე ხდება, როგორც გავიგე, რომ იბნევიან, ან ხომიდიან სადღაც, ერთი მიდის, მეორე მოყვება, მესამე მეორეს მოყვება, მეოთხე მესამეს მოყვება და ესე და ვიღაცას მაგარი შეეშალა გზა ხვდები და გაყვა იმას, ვინც ყვებოდა იმას და ესე კრუგში დადიან. და ამადგონიათ რომ მიდიან სწორედ, მაგრამ არ იციან რომ კრუგში, короче, მაგარი შენძმობას ვიცავარ. თუ გინდა რომ გავაკეთოთ რეაქცია აი ამ ცხოველებზე და აი ეგეთ ანომალიებზე, ოღონდ აი ჭიანჭველები, თევზები, ხო ხდებეთ რომ გაფსიხდებიან დაწერე და ბეს ბაზარ. თა მაგრამ მევასება ეგეთ რაღაცები. ამიტომაც ეგეთ რაღაცები ხდება ძმა. აი უცებ რომ გაფსიხდებიან რა ხოაზე ხარ. ეხა ამათ პრაზნიკი აქვს, ხორწილი აქვს. ნუ ალბათ არ ვიცი. ხორან ნახე ჰოპა ტინი ნახე ჰოპ კაიფობენ და თან მაგარს კაიფობენ ეს არ არის საში ვიდეო ეს მაგარი ვიდეოა მე ამ ვიდეოთი პოზიტივით ვივსები ნახე უხარიათ რა ცხოვრება ყველაფერი რიგზეა არ არის არაფერი საში გადავედით შემდეგზე თავიდან შემოდიო, შეგვაშინეო თავიდანო. თუ სად გაუშვა. და ეხა არავინ არ იქნება, ხო, უეჭველი. თუ სხვა იქნება. ვიცოდი, საღაც შემოხდა მე მგონი ეგ. და გრაშვებიან, კარტს თამაშობენ თუ რიტუალია, ვერ მივხვდი? არა, კარტს თამაშობენ მე მგონი. იმამ რატო თამაშობენ კარტს იმინა მან სადაც კამერა აყენია ანუ რატო არამედ აი დივანის მხარეს ანუ ვიღაცამ პირდაპირ მეშობით ბავშვი წაათრია თან ისე რომ არ ჩანს ხო ვინა ნახე არა fake news შეულებრივად რა საკეთებს მაგ გაჭიდათო ესენი მოტყდნენ არა უკვე ჩანს რომ fake-ია დააკვირდი ამ გოგონას ვახ რატო დავაგულე არ დავაგულებ გოგონას დააკვირდი როგორ შედის ოთახში დეტალებს ყოველთვის დეტალებს დააკვირდი ნახე ხა ოთახში როგორ შედის მართლა რომ რაღაც ანომალია იყოს ესე მშვიდად არ შევიდო და არ გადახედავ და კარს არ ჩაკეტავ და იმ მშვიდად აი პროს დააკვირდი გაფიცებ შეხედე ხა აი მეორე გოგონას აი ნახე რა ნელა აი ნელა შევიდა ხო ხდები ალა ანუ რაღაცა რო ხდება ესე ნელა კი არ შეხვალ აი რავი გაფსიხდები ესე კი არ ადგები და რაღაცა მოდი კიდე ერთხელ დავაკვირდეთ ჯერ ვაფშე როგორ დგებიან ნახე აი ხო მე მეზარება უკვე მე რამდენად ვიღებ მაგას ნუ ფეიკია ჩვეულებრივი გაფსიხდა ძმა პანჩური ამოვარტყე ეს ჯიგროლი ძმაგაცური ხო ასე ხარ ნუ აშინებ დაიკოებ ნუ ალბათ დადები არიან ხო ამის ნუ ფეიკია კაი გადავედით
აქ არაფერი ანომალიური. ჩვეულებრივად ქარია და მიაქვს, რათა მაგარი მიაქვს. ეს თოთოთითებია? მერე თოთოთითებია თუ რა არის? ქათმის თითებია ბიჭო? გაფიცებ ქათამს მანდ რა უნდა? ბიჭო ქათამიც არ არის. მაგრამ ჭხილები აქვს თითქოს და ქათამია. ან ჩიტია ხო? არ ვიცი. რა უნდა მანდ? დეგენერატად ძალით ხوار შეტენა იმისთვის რომ ვიდეო გადაიღოს და ლაიქები ააგროვოს. მაგრამ არა, კარგად არის დააწებებული და. შეიძლება უკენა შეტენა. თევზი გაცოცხლდა? აუ დეგენერატო რა პარაზიტია ნახე ბიჭო თევზ მეორეში ანუ ესე იგი გარდაცვლილი იყო თევზი რის შემდეგაც მოხდა ისე რომ მას თურმე აღმოაჩინეს მასში კლინიკური სიკვდილი კლინიკური ღიმილი და კვლავ ის გაიღვიძა რა ანუ მეორედ დაიბადა ხვდები ანუ всё ნახე გაცოცხლდა ჯანდაბა ეს ხომ სერიოზული ის არის მომენტი და ამან მოვიდა ფეხით ეგრევე ხია დავაიო ისე უმოკლა დეგენერატი არ არის ეხა ეს პარაზიტი ჩვეულებრივი ის უკან რა სახეა გაფიცებ რა სახეები აქვს რა ხდება უგასრავად ბრატ ნუ გეშინია რა გჭირს так არაფერი ისეთია ეს ბოლოში მით უმეტეს გადავედით რა ხდება არა, ნუ ეს ხომ აჩქარებული ვიდეოა. დააკვირდი. ხაზა, აჩქარებული ვიდეოა. კი, რომც ორიგინალი იყოს, ანუ ჩვეულებრივი ტემპში, მაინც დეგენერატობა ინდუეთია, ეს ინდუეთია ძმა. ინდუეთში სუმასეა. ინდუეთში ისა მოპედები და მოტოციკლეტები უფრო არის რა, ქალაქში და ყველგან ვიდრე მაშინები, პრობლემის გამო რა. აუ მე მგონი მალე აქაც ესე იქნება შენ ძმობას ვიცავ უმეტესობა ხა გადავა იმეებზე რა ქვია მოპედებზე და მოტოებზე პრობლემია სერიოზული ბიჭო წინებზე შენ ძმობა აუ ვაფშე თემიდან გადავდი კაი გავაგზავნოთ შენ კინოს იღებენ არა ნუ ეს არაფერი ისეთ კაი გადავედით აუ ჩემი დედა დაიწყო, всё, დაიწყო, წავიდა. ბავშვებო -18 ვინც ხართ გათიშეთ აუცილებლად ეხლავე ეს წეული ვიდეო და დაილოდეთ შემდეგ ვიდეოს დროებით. ლაიქი არ დაგავიწეთ. +18-ით თქვენ კიდე ვინც ხართ არ გინდათ ეხა აქ დააპაუსოთ პაპაჰუბზე ეგრევე არ გახვიდეთ. დაიწყო, всё, დაიწყო, გარყვნილი სულები. წავიდა. ვახსა წავედი. წავიდა. აჰა. ეს პირველი მახსოვს ნახეთ სტრიმზე. აღა ის რაღაცა ქანაობს. არ სხვა რაღაცაც ქანაობს, მაგრამ მე დაჭერზე გეუნები. აი, ახლა ნაჭერი. შო ხელი სადა აქ ისეთო? დავაი გარყვნილი სული გააფსიხდა ჩემი დე. კაც დაადგა. ეს ერთი ვიცი, იმიტომ რომ სტრიმზე ვნახეთ, მე გავაკეთე თუ არა რეაქცია. კავჩე აქ როგორი რაღაცა მოხდა, იცი? ეს კაცი არის ამ გოგონას მეუღლე. და ამ გოგონას მამას მაგრად არ რევასებოდა რა, თავის შვილის მეუღლე, ხო, ზეხარ და ნუ ისე მოხდა, რომ დატოვა რა, დედამიწა და დაადგა მაინც ამას. და რასაც შვება თქვენც ხედავთ, თქვენ თვალწინ კადრებია.
ხალმა კი მიხვდა აქ რაც ხდება და პროსტა ბავშვი აიყვანა, შეხედე, ბავშვი აიყვანა და წავიდა სხვა ოთახში. ხელს არ შეუშლიო რა. ანუ რეალურად ესეა, ნახე. ბავშვს მოკიდა ხელი და კაცი გაიყვანა, всё, ამას შეეშვა ქმარს. აქ რა ჯანდება ხდება? ოი ბალინ, მაიცადე. ტინგალეტ. ფეხი როგორ ხუნა აწეული, თუ ფეიკია, თავის როგორ თუ არ ხუნა აწეული. ჩანდა. ბიჭო, ხო ფეიქებია ეს მობაზაფიცე. კაი, ახლა ვერ დავიჯერებ, რომ გარყვნილი სულები და ცუდი სულები? ბიჭო, სულები ვაფშე, რავი, არ ვიცი, კაი ტიპები არიან რა, ყველა ვიცი. არა, ყველაზე ვერ იტყვი, ხო? არ ვიცი, რამე ისეთიც არ მინდა თქვა, მე ცოტა დავავიდგა და რაღაც ხოვაზე ხარ. ვახ, მაიც აწავედი ეს. ანუ კრაუტს რო დააკვირდე, ხო, ნუ აი ესეთი კრაუტია რა, ხო ხდები რა. არ არის ძალიან ისეთი, მაგრამ ამისთვის არ აქვს ფული. კრაუტი რო იყიდო ნორმალური. მაგრამ იმისთვის აქვს ფული, რომ კამერა დააყენონ, მთელი ღამე რო ჩართული იყოს. აი რა თუნდაც კამერა მაგას მაინც ვერ ხვდები. დამიწერეთ რა. კამერებს რატო აყენებენ? ხა ქმარს მიადგება? ნახე, ჩემი დედას ვიცავა. ქმარი არ არის, ესეც გოგოა. კაროჩე დაადგა. ხო არ ხა თან ორივეს. Так, ეს ვიცით, წინა ვიდეოიდან შეგვიძლია ისე ვქნათ. აქ არ ვიცი ფეიკი თუ რაღაც, მაგრამ ესე თუ მოძრაობს, როგორ მოძრაობს. შეიძლება პროსტა მართლა ავათარი და რაღაცა სიზმარში ნახე როგორ მოძრაობს. ესე ძნელია რო იმოძრაოს. ანუ შენით ესე რო იმოძრაო. ჩემი ვაფშე გაფწავიდა, ჩემი დედას მიცავა. სულიჩო, ჰოპა, სუკა. სული იმინა ეთიშინ. ხო აუი ბალინ, ჩემი დედას მიცავა, ხელებიც დაუჭერა, ნახე. ხო არ ხადაობ. აი გადავრთოთ რა. ეს კინოდან არ არის? ეს კინოდან არ არის? ანუ კარგად არის გადაღებული და მაგ პონჩი ვიძახე, ანუ ძალიან კაი გრაფიკა აქვს. ბიჭო, ძალიან კაი გრაფიკა აქვს, ანუ იმეებთან შედარებით. შენ ცელდები რაღაცას? შენ გარყვნილო, შენ ცელდები ხო რაღაცას? აბა მე რა მოხდებაო? ადექი, ბიჭო, ადექი. ინციდენტი ხდება, გაიღვიძე. მაიკა როგორ აიწია, ბიჭო? თუ თვითონ შვება ხელით. თვითონ გაიხადა. ნუ ეთყობა ცხელა რა მოხდა ხახო, ყველაფერი ცუძე რატო ფიქრობთ? ვაშე ყვავილი მიუტანა. კერავს ბიჭო, აზე ხარ? გარყვნილი ეს თან სულია, თან ხვის ცოლს, თან კერავს, თან ქმრის თვალწინ რა თვალები დაახუჭული აქვს, მაგრამ რა მნიშვნელობა? და ყვავილი მიუტანა, ნახე რა მაგარი ფსიქოპატია. უკომენტაროთ. კიდე ეს წვილია ხო უეჭველი? თუ ისევ ეს არის პროსა გადაბრუნებულია კამერა? მე ცოტა წინ წავიდეთ. ხო ეს ისე არის. რატოა ატვირთ ეს ორჯერ?
ხალხო დაწერეთ კომენტარებში ესეთი კადრები რო გაიჩნდება, ანუ მოვაშოროთ, არ ჩავსვათ, ნუ იდეაში აქ არაფერი არ არის ცუდი, უბრალოდ ადამიანს ცხელოდა და გაიხადა. დაწერეთ მოკლედ. ზაგ რა მოხდა გაფიცებ? ვიღაცამ დაითრია, დაამუღამე ვიღაცამ დაითრია, შეხედე. სპორტზა, ოპა. მე ახლა უფრო ვაკვირდები ჭდილებს, გაიგე? ჭდილს ვაკვირდები, ანუ მაინტერესებს ფეიკია თუ არა რა. ანუ თუ მართლა ფეიკია, აი, რავი, ძალიან მაგრად არის გაკეთებული, დამონტაჟებული. ჭდილი ჩვეულებრივად მაგასთან ერთად მოძრაობს. ბიჭო, მაიცა, სადღაც მაქვს ეგ ნანახი. გამახსენდა ეგ ვიდეო მაგ ნანახი და ახსნილიც იყო კომენტარებში. არ არის ეს ვიდეო ფეიკი. შენ ძმობას ვიცავ რეალური კადრია. აი აქ რასაც ხედავ, ყველაფერი არის რეალური. აი მე ვიყო კნუტი, გამოგდებული. აი ეს ეხა რასაც ხედავ, ყველაფერი არის რეალური. მენახე? ყველაფერი არის რეალური. ვაფშე. მაგრამ ერთი მომენტია. ეს ტიპი თურმე იმაზე მოცეკვავეა რა, ძალიან მაგარს ცეკვავს. და გიმნაზია თუ რას ეძახიან მაგას, აი წელში რო აი რაღაცა ესე ხოაზე ხარ, იმე რეზინასავი ტიპები რო არიან რა, თითქოს ძვალი რო არა აქვთ. მეგონი ეგ არის? ხო და მაგით არის დაკავებული და პლუს მოცეკვავეა რა. და თვითონ გააკეთა ეს ილეთები, ანუ ისეთ პონჩი რომ ვითომ ჰორორი და რაღაც. შენ ძმობას ვიცავარ. და ეხლა რო დაფიქრდე, ხო, ანუ მოცეკვავე და პლუს აი ეს ტიპები რა, აი რაღაცნაირად რო იკეცებიან და შმიკეცებიან, ანუ მაგათთვის აი ამ ილეთის გაკეთება, აი 1-2, всё, არაფერია ვაფშე. პროსა კარგად გააკეთა ეს ყველაფერი რა. ახე უცებ ფეხი აწია, ადაიგდო, ქვედა ტანით ჩაცურდა, მე ისევ ამოცურდა, აი ნახე, ზურგით წავიდა რა. ეხლა მე რო ბრეიგდანზე დავდიოდი, ეს ადრე გეუნები რა. არის რა მაგდაგვარი ილეთები რომ ხო ხარ ჩაცურდებისავით თორე კადრები რეალურია ხო არაფერი ანომალია პროსტა თვითონ ესექნა მოლა და რაღაცა დედას გეფიცები მეც არა თქვი რაღაცა მეცნობა თქვი კადრი აი ესე კამერა დაყენებული კიდე ხო, მაგრამ იმენა მარტო საწყვილო ჩანს რა პუნქტია კაცო. ესე კიდე ხო რა ოთახი ჩანდეს ვაფშე რა ხდება ოთახში. კარი გაიღო. შემობარძანდა. ეს გლიჩ ეფექტი მაგრად არის დამატებული. შემოეპარა. ნასკებში რატო ზინავს თო? მეც მეძინა ხოლმე ნასკებში. ჩამძინებია, პროსა რომ დაწვებ 1-2 წუთი და აი ხუცებ და თურმე კორჩე გასულია ისა. 5 საათი. ეს კინოა ясно. 8 კადრი იყო და. აი ამაზე ხა ვერ ვიტყვი რომ თავად აწია ფეხი ესე. მაგრამ შეიძლება, აბა მაიცადე ერთ წამით. არა. თავად ვერ აწევდა ესე ფეხს. მაგრამ ისევ კითხვა ემბადება, რატო არის კამერა? ფარული კამერა რატო არის? რატო აქვს დაყენებული დივანზე? მარტო მე ვფიქრობ ეგეთ რაღაცას თუ შენს გაფიცებ. ამასაც ხა გააპატიურებს, ხო?
ბაყაყებით არ არის მე არა ბიჭო რის გეშინია რა გჭირ შეკიდეთო რის გეშინია სიზმარი ნახა სიზმარში ის იყო ბაყაყი აჰა არა თუ ეს კათამია ბაყაყი როგორ შვება ნუ ბაყაყის ესე შვება რა თითქმის რა ბაყაყია რა კულ რა всё რის გეშინია დამშვიდი აი ძმო ბაზარცები ერთხელ სიზმარში ვიყავი გრეინდაიზერი ბიჭო მე მიყვარს სუ მიყვარს короче კედელთან ვიყო რა ხვდები ანუ კედლის მხარეს რო ვიყო რა და გრეინდაიზერი ვიყავი ხო იცი გრეინდაიზერი წინ და რა გრეინდაიზერი ვიყავი და რომ გავიღავიძე ბიჭო ხე როგორ ტკივა იცი თუ მე კედელს ხიე ბიჭო ეს ხომ ზინავს და აი ეს მეთქის აუ და რამდენჯერ მქონდა ეგეთი რაღაც და დარწმუნებული ვარ შენც აი ერთხელ მაინც მქონდა ეგ სიტუაცია ყოველ შემთხვევაში შენს თუ კედელთან გძინავს რა აი რაღაცა ხოაზე ხარ ამ ფეხს წამოვარტყავან რაღაცას და ეს ბაყაყი იყო რა აი ჩვეულებრივი ვინა ბაყაყი ხვდები იმე ბაყაყი იყო სიზმარში და მაგიტომ რაღაც მოძრაობა მიიღო ისეთი ბაყაყური მოძრაობა მიიღო ამ პარაზიტმა ой ის გვერდზე კიდე ვიღაცა წევს ეხა შევამჩნიე ბლინ აი ეხლა კიდე ეხა ჟირაფია არა ჟირაფია არ ვიცი ეხა რა არის მაგაზე მე ვიფიქრებ და შემდეგ ვიდეოში გავაკეთებ კომენტარს მაგრამ მეცნობა სუკა მე გადავე კაი რა ზოგადად პატრაკებ აუ ჩემი ეს კინოა ხო უეჭველი ანუ ბიჭო ღადაობა რეაქცია ეს უფრო განაი რაღაცა აი ღადაობა აი ხო ღადაობ უეჭველი ანუ აი რის უნდა შეგეშინდეს გაფიცებ საში ვიდეოები კი აწერია მაგრამ ნუ რა ვიდო არა ნუ ეს ფეიკია ეხა ნახე თვითონ ადის აი დააკვირდი ფეხებს დააკვირდი ეხა ნახე აი ჰოპ თვითონ ავიდა ანუ ფეიკი რა შეიძლება სიზმარში ხდება ჩიკი-პიკი და ხო ეს ხარ და რაღაცა და სული აქ სულს ნუ აბრალებენ რა დაანებონ სულებს თავი ბლინ ეს არასწორები ეს ბიჭო აი სულს რატო აბრალებენ თვითონ შვებიან სიზმარში ეტყობა ხოაზე ხარ და მე ვაიმე სულმა გამაპატიურა დაანებეთ სულებს თავი ოპა ეხა სიზმარში ის არის ტალღა არის ხედავ ნახე ზღვაზე იმყოფება სადაც ტალღა არის თავად ტალღა აუ მაიცა ქმარი ადგა თუ რა ხდება ой ბლინ ო ქმარი არ არის ესეც გოგოა ბლინ რატომ გონია სულ ქმარი მე რა ბიჭო ისე ჩანს თქოს ქმარია აუ კომენტარებში თუ სიცილებია შეძაბასეცა ბლინ ძლივს რაღაცა ჰორორ ვიდეოები მაიცა წაიქცა თავისით ხო? ეს თავისით არ წაიქცა თუ რა იყო აქ საჰორორო გაფიცებ ნუ თავისით წაიქცა ბავშვი რა მოხდა ატრაკებ რაღაცა იყო გააქრა უცებ ესე თავისით ვერ წაიქცეოდა ეტყობა სკამს ეზის არ ვიცი აი თუ რაღაცა არის ზის და უკან ვაფშე რა ხდება სკამი რატო არის ეს ჩამოვარდნილი ესე აუ რა შეეშინდა ბაუს რა მაგრად შეეშინდა ბაზართან ბიჭო აღარ იცოდა რა ქნას რა
ვაიმე წავედიო, ვაიმე ეს ამასაც წავიყვარო, ვაიმე რა ვქნა და წავიდა ეს ყველა მშობელს დაუძახოს. ბაზარი არა. აუ გამანებე თავით, მობაზაფიცებ. გაიხვიდა დაჟე, მაიცა. სახე შეხედე. ეს პარაზიტი, ეს გარყვნილი, ამის სახე შეხედე. იღიმის ბიჭო? იღიმის ხო მე მგონი? თვალებზე კი იტყობა რომ მართლა ახალ გაღებძებულია. კაი, გადი დედასვის ორ ფეიკი. აი ძმობას გაფიცებ. ესენი არიან არანორმალურები, ბიჭო. აი კაი. ანუ რაზე მეცინება ის ანუ რატო იღებენ ესეთ რაღაცას? ანუ თუ რაღაცას იღებ, ესე გააკ ხო რაღაცა ეს, ხო აი აქ ანუ ძალიან უნდა თექთემა ის სულთან თუ აი რა ბაზარი აი მაგა რატო გადაიღეს აი ეგეთი რაღაცა აი იმენა სული რა დეგენერატია ხო შეოლეთ აი ხო დეგენერატია თო თან რო შეხედო ნახე ამ ხელაქალია თო ნუ ეხა სპეციალურად დაжда მანდ კაი ატარაკებს რა ძმობაზაფიცებ რა თანახე მაიზამაის იქით ამ ხარეს რატო მოტრიალდა იცი იმიტომ რომ თავათაც იცოდა რომ აქეთ კამერა არის ან თვითონ შვება ამ ყველაფერს ბიჭო პარაზიტია ან ხო გეუბნები ეს არის რაღაც გადაობა უფრო რეაქცია გამოვიდა ვიდრე რაღაც საშიში ვახ ნუ ეგეთებს მეგონი აღარ გადავიღებთ არ ვიცი რავი ნუ დაწერეთ მაინც კომენტარებში ვიღადაოთ თუ არა მოდი ესე ვთქვათ ანუ გადაობა რეაქცია ეს უფრო ვიდრე რაღაცა ჰორორი რა რავი ავიდეთ +300-ზე მაინც აი ესეთები უფრო საინტერესოა რა ნახე ძაღლმა კაროჩი წამოდიო აქეთო გაიგე მაიცადე შვიდ გამოდიო ჩამოვარდა ტოტი ძაღლმა იგრძნო ძაღლს სერიოზული ენერგეტიკა აქვს ეს ვინათო რა ჩანდაბა დაემართა ბიჭო რაღაცას მოგიყვები უცებ აი რაღაცა ხომ მოვიდა ეს შავი რა და უცებ გაყინა ტიპი რა არ ვიცი ვინმეს თუ ქონიათ არ დაგეზარო სეხავე დაწერე რა ქონდა ეგ რაღაცა კაროჩე წევ ხარ გძინავს რა მაგრამ გაიღვიძე მაგრამ ვერ მოძრაობ და აი შეგრძნება გაქვს და შეიძლება ხედავდე კიდევაც აი ვიღაცა ის ზუსტად ესეა რა აი მაიცადე სად იყო ეს რაღაცა აი ხო აი რაღაცა აი ესეთ რაღაცას წააგავს რა ეს შავია ანუ ჩtildeებით არის რა ყველაფერს ვიცავ თუ ის ყავს ვამატებდე ხო მე თუმცა სკეპტიკი ვარ და პირიქით ვცდილობ ყველაფერი ისე ვქნა რომ ხოსღა დაგარწმუნო არაფერი ისეთი არ არის მაგრამ აი ეგ მართლა იყო ესეთი რა და ნუ კი ვიცი ხა ეგ როგორ იხსნება და მაგას ვიტყვი ხა მაგრამ რას გეუნები მოკლედ გძინავს იღვიძებ მაგრამ ამასობაში ვერ მოძრაობ მაგრამ ქვეცნობიერებად ანუ ხვდები იმას რომ კაროჩ გაღვიძებული ხარ თვალები იქით აქეთ მოძრავს მარტო აი ესო დანარჩენ ანუ ვერანაირად ვერ მოძრაობ ვაფშე აი ვაფშე ვერ მოძრაობ და აი შეგზნება გაქვს თითქოს აი აქ ვიღაცა გაზის ანუ ხო წევ ხარ და აქ თითქოს ვიღაცა გაზის თან მაგარს გაზის ანუ მე გაწვებასავით რა და აი რაღაცა ესეთი შეგზნება და აი არის მომენტი შეიძლება დაინახვა ესეთი შავი რაღაცა რა ჩtildeებით რა შეიძლება იგრძნო მოლა რაღაცა ხელს კიდებს და რაღაც
აუ ეგრო პირველ კაროჩე ეგ ცხოვრებაში მომივიდა სულ რაღაცა მე მგონი 3-ჯერ თუ 4-ჯერ 4-ჯერ ალბათ მაქსიმუმი რა იმის იქით აღარ ვაიმე მე გავფსიხდი მე გადავირიე შენ ძმობას ვიცავარ აი სულ პირველად რომ მომივიდა უკვე მივხვდი რაც არა პირველად რომ მომივიდა რა თქმა უნდა არ ვიცოდი რა არის და მეთქი იმინა გავფსიხდი მაგრამ მეორედ მესამედ უკვე ვიცოდი რა არის და არც ისე შემშინებია თურმე ეგ რა არის მე რა თქმა უნდა დავინტერესდი ხო მეთქი რა ჯანდაბაა მეთქი ხوار გავფსიხდი მეთქი მართლა პირდაპირ მნიშვნელობი და მე გადავიკითხე წავიკითხე ვკითხე ხო ეს ხარ ხალხს ვინც უნდა ერკვევა ეგეთ რაღაცებში და თურმე მაგას ეძახიან ისა სიზმრის პარალიჩს всё ეგ არის თუ ანუ როგორი თემა იცი ტვინს ზინავს სავით კი არ და ტანს ზინავს, მაგრამ ტვინი გაიღვიძა. მიხვდი, ანუ ხო გაიღვიძე, მაგრამ ტანი ბოლომდე არ გაღვიძებულა რა. და ანუ ნახევრად გძინავს, ნახევრად არ გძინავს და მაგიტო გაქვს უკვე აი ჰოლუცინაციების პონჩი, რომ აი ვითომ რაღაცა რჩდილია და აი ვითომ რაღაცას ხედავ. ხვდები? ანუ პარალიჩს ეძახიან მაგას, აი სიზმრის პარალიჩი რა, აი მოკლედ დაგუგლე და მან უფრო დეტალურად წაიკითხო მაგის შესახებ და მე მგონი ეგ არის და პროსა აქ აი ამ შემთხვევაში იმენა კამერაში გამოჩნდა ეს რაღაცა, მაგიტო ეხლა ნახე თუ არა ეგრევე გამახსენდა, ხვდები? თავიდან მეც ესე მეგონა, მეთქი ესე იგი რაღაცა არის ისეთი ძალა მოდის, რომელიც შენ გართმევს ძალას და ვერ მოძრაობ, всё. ანუ ახლოს არის თუ არა, всё, ვეღარ მოძრაობ. ეგრევე ეს გამახსენა მაგიტო რა ამ კადრებს აი მოვიდა ის რაღაცა და გაიშეშა ტიპი გაყინა ნახე ხვდები აი მაგიტო გამახსენა უცებ ეგ შენ ძმობას ვიცავარ კაროჩე თუ გადაგიტანიათ ეგ რაღაცა ესე იგი გესმის ჩემი რა რაზე მაგ აქცენტი საუბარი აგრა ხდება შებრძანეთ სახლში რაცა მობრძანდა. ასახიაკ. მაგარია პასი სახიაკ, ბიჭო. თვალები ნახე. цариელა გამოხედვა. цариელი გამოხედვა. და всё? ჯან დაბა მეთქი რაღაცა მოხდება თქო. ო ბებია შეიძლება ხა მან ვიღაცა იქნება და ეგრევე კამერა შეხედავ არამედ ამას იზავ გაჩერდი ფეიკია. ნო ნახე. კამერას უყურებს, განა რეალურად გახედავს. ანუ წარმოგიდგენ რაღაცას ხედავ, ისევ კამერი ესე ხო არისაო და ისევ ესე. აუ ეს ვიცი. კი. მინახე ეს კადრი და იძახდნენ რა, ანუ რეალურია თუ არა რეალური და კი, აქ არაფერი მისტიკური არ არის. არის რეალური ეგეთი რაღაცა რა. გარე კაშეტა მიხვდი, ანუ გარე კაშტა და აქეთთან გადმოვარდნილიყო, მაგრამ ისე მოხდა რომ კლავ მანქანაში შემოვარდა რა. ხა გარე კაშტა რა თან ძალიან უცნაურად, მაგრამ კი. აუ რა ფსიხია, რა ჯანზე, არა და ჯანზე არ არის, მაგრამ ჯანზეა. მორალურად ჯანზეა, ნახე რა ქანაცმა. ეხა ატარაკებს, ხო იასნა რო ატარაკებს. რა ქნა იჟმა დედა უტირა იმენა და წავიდა არც გაჩერდა აი დადია ხა ესეთი უცნაური ვიდეოები გამოგვივიდა დღეს ბრატიშკა ნორმალიოკ ცოტა უფრო
ცოტა უფრო რაღაცა მე მგონი უფრო ვიღადავეთ, ხო? რაღაცები ვისაუბრეთ, რაღაცა ინფორმაცია შევისწავლეთ. Ну, რაც მოგიყევით ასე შემდეგ, კაცი გაითვალისწინებთ თუ რა არის სინამდვილეში ეგ, ანუ სიზმრის პარალიზე მაქვს აქცენტი. არ შეგეშინდეთ, მაინც ცხოვრება არ ვიცი. ღმერთმა დაგიფაროს, რატომ უნდა დაგემართოს ეგ, მაგრამ ეგ ხდება როგორ იცი, აი, ძალიან, აი 1000-ში ერთხელ კი არა, აი 100,000-ში ერთხელ რა ხვდები? მაგრამ მაინც აწი იცი, რომ ეს არის უბრალოდ სიზმრის პარალიზი რა. ხო გეუბნება 32 წლის ვარ და აი ცხოვრებაში რაღაც 4ჯერ თუ даже 3ჯერ მომივიდა სულ რაღაცა რა. არიან ადამიანები, ავი 50 წლის და ვაფშე არასოდეს არ ქონიათ. ძალიან იშვიათი რაღაცა, ამიტომაც მაინც არ შეგეშინებთ. ველოდები შენ კომენტარებს, ველოდები ვიდეო, ამ ვიდეოს თუ მოიწონებ, ესე იგი მოგწონს ეს კონტენტი და რა თქმა უნდა გავაგრძელებთ რა. მე კიდე რაღაც უნდა დროებით გემშვიდობები და თავს გავუფრთხილებ. დიახ.